აი ეს არის ჩემი სკოლა. ჩემი მეგობრები სიმურაბესება ცხოვრობს იაპონიაში. და მე სხვა ქვეყანაში. მაგრამ რავი, ამოყარებს რა ჩემს ცხოვრებას ხო და აი ყოველთვის როდესაც საქართველოსთან იაპონიაში ვირუნდები მაქვს ჯეტლაგი, ამიტომ ვერ ვიძნებს საყომოს დილით ძალიან რუთულია ამისგან გახრიზება. მაგრამ ახლა შევიდის ნახევარი არის და უკვე გარეთ ვარ, იმიტომ რომ F-ს ვასერნებ. და ამ გზას ყოველ დღე დავდიოდი სხვადასხვის. სკოლაში რომ დავდიოდი 6 წლიდან 12 წლამდე. ესაა ჩემი სკოლა. ეცაგა ჩვენო? აი ეს არის ჩემი სკოლა. 6 წლიდან 12 წლამდე ყოველ დღე დავდიოდი. ახალაც რა თქმა უნდა აქ არის და იქით რაც არის აუზია. იაპონიაში თითქმის ყველა სკოლაში არის აუზი და ზაფხულში განსაკუთრებით ცურვის გაკვეთილებით თარდება ხოლმე. როგორი ნოსტალგია. ეხა ნანიშანო. იკოკა. იაპონიის და საქართველოს შორის განსაკუთრებით განათლების სკოლის ერთი განსხვავება ის არის რომ საქართველოში 6 წლიდან 12 წლამდე ერთი და იგივე სკოლაში დადიხართ, უმრავლესობა ხო? იაპონიაში 6 წლიდან 12 წლამდე, 12 წლიდან 15 წლამდე და 15 წლიდან 12 წლამდე განსხვავებულ სკოლაში დავდივართ. ანუ 6 წლიდან 12 წლამდე თუ არის მაშინ elementary school ასე ვთქვათ ინგლისურად და სოციალო. და 12 წლიდან 15 წლამდე ასე ვთქვათ junior high school. და 15 წლიდან 18 წლამდე high school, კოკო. და მე უნივერსიტეტი. და საინტერესო არის რომ იაპონიაში ჩვენ გვაქვს ეროვნული გამოცდა. ამიტომ კოკოში, high school-ში რომ დავდივართ, ამ ეროვნული გამოცდის ჩასაბარებლად ყოველ დღე ვისწავლობთ ძალიან ბევრს. და F-ს ვიყავს მატარებელი. როცა მოდის ესეთი ხოძე არის. ახლა ეროდება მატარებს. ყოველთვის ასე არის. ანუ სხვა ძაღლებებზე საერთოდ ფეხებზე ვკიდია F-ს, მაგრამ მატარებელი როდესაც მოდის, ვაიმე გიჟია ეს გიჟი. ამ ქალაქში როდესაც ვცხოვრობდი, საერთოდ არ მეგონა რომ ვიცხოვრობდი საცხოვრებელად, მიჩვენეთ საქართველოში. საქართველოს შესახებას რა თქმა უნდა არ ვიცოდი და მაგრამ საბოლოოში მე მგონია სწორი და კარგი გადაწყვეტილება იყო. რომ მეცხოვრა სხვა ქვეყანაში, არა იაპონიაში. იმიტომ რომ ესეთი ყოველთვის ახალ რამეს ვსწავლობ. ხო, და ახალ ხალხთან ახალი გამოცდილება და აბი ასე შემდეგ ამიტომ მიყვარს. ხომ მაინც ის რა ხდება ცხოვრებაში. ხო, საბოლოოში კარგი გადაწყვეტილება იყო. ჩემი მეგობრები სიმურაბესება ცხოვრობს იაპონიაში. და მე სხვა ქვეყანაში. მაგრამ რავი, ამოყარებს რა ჩემს ცხოვრებას ხო და იაპონური 16 და 17 აგვისტო იაპონიაში ზედად არ დადგები არის და ამიტომ ეს მაღაზიაც ისვენებს. საინტერესო ის არის რომ ბავშვობაში აი ინგლისური ენაც კი საერთოდ არ მიყვარდა.
მე რაღაც მომენტში შეიძლება რა კი არა შემიყვარე დაუცხენების სწავლა, მას შორის ინგლისური ენა და ბებისყეთ შემიძლია ხო და კიდევ ერთხელ ხომ ერთმა იცის რა ხდება ცხოვრებაში